დილამშვიდობისა მეგობრებო, დღეს გახლავთ 26 იანვარი და ეხლა არის 11 წაგლია 25 წუთი. მეგობრებო, მე ლაზურს სიმღერებს და არა მეგრულს ვთებ, იმიტომ რომ თქვენ გაგაგებინოთ ის პირველი ენა, რომელზედაც არის დამყნობილი დანარჩენი სამი ენა ჩვენი სალაპარაკო ჩათვლით, რა თქმა უნდა, ქართული დღევანდელიც. და მინდა ახლა ერთი რამე გავიხსენო, მამაჩემი სანამ ცოცხალი იყო, ესე იგი, ჭკუა ეკეტებოდა კაცს, მეგრული ხომ გასაგები ახლა, მეგრულზე არა მარტო მეგრელს, არამედ მეგრელზე უფრო მეტად ნებისმიერი სხვა კუთხის შვილებს გული უჩუქდება და ეტირებათ, იმიტომ რომ ისეთი სევდა და ნაღველიდებს ამ მელოდიებში, რომ მე მგონი რაღაცნაირად ხვდები თუ რატოა ასეთი ტკივილი ჩაქსოვილი ამ სიმღერებში. ესე იგი, მამაჩემს ჭკუა ეკეტებოდა ამის გარდა კიდე რა თქმა უნდა ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებზე და ხევსურულ სიმღერებს. ლამის იყო ადამიანი ცრემლებამდე მიდიოდა. მე ეს თავად მინახავს პირადად რამდენიმეჯერ. დიდი ვაჟკაცი იყო მამაჩემი, მაგრამ ცრემლები სწორედაც რომ ვაჟკაცებს ჩვევიათ. და მე რა მინდა ახლა დავაფიქსირო ასე იცით, რომ მეგრელი თავად ბუნებით არის ნამეტნავი ქართველი. მეგრელს უყვარს ყველა კუთხე, მეგრელს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართლში, როდესაც ქართლი ომობდა სამეფოები, კახეთშიც შერეკლებებსაც ახლდა პირად დაცვაში, რა თქმა უნდა, მარტო მეგრელები იყვნენ 700-მდე რეგულარული და მე 1200-მდე ადიოდა. არ მინდა ახლა ისტორიებში გადავიდე იქით, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მეგრელებს ბევრი რამე დააბრალეს და მე გადაიყვანეს ეს ქვეყნის ღალატში, ეს ბევრჯერ მოხდა და ამაზე მე ფილმსაც ვამზადებ და მალე დავდებ და ბოლოს იყო 90-იან წლებში. დიახ, 90-იან წლებში, სადაც მათ შემდეგ დაიწყეს ნელ-ნელა დანარჩენი კუთხის, ასე ვთქვათ, გადამტერება მეგრელებისადმი და ბოლოს შემდეგ დააბრალეს ღალატი. თითქოს აფხაზეთის ჩაბარება, რომელიც სინამდვილეში შევარნაძემ და მისმა სექტამ გააკეთა, ეს მერე ხელი შეახოცეს მეგრელებს და მეგრელებს დააბრალეს ყველაფერი. პლუს ჟიულ შარტავა კიდე ჩართული. ეხლა დღეს რო ადგებით ხოლმე სუფრაზე და ჟიულ შარტავაო და გმირიაო, რა ის გმირია კაცო, ჟიულ შარტავა ჩატოვა სპეციალურად შევარნაძემ, თუ არა ჟიულ შარტავა და შევარნაძემ ერთად დააბრალეს მეგრელებს ღალატი. ის ჩემთვის გმირი არის და თქვენ ვისაც გინდათ ესე ითამაშეთ. ესე იგი, იყო 90-იანებში დრო, როდესაც თბილისი უკვე გადამწვარი იყო, ზვიადგამსახურდია უკვე გააქციეს საქართველოდან და მაშინ როცა ზვიადგამსახურდია ჩამოვიდა სამეგრელოში 93 წლის სექტემბერი იყო, რიცხვი მგონი 23 იყო, თვალსწრები. და მთელი საქართველოს სიმძიმე და ის უსამართლობა და სამართლიანობის აღდგენა და ასე შემდეგ იკისრა თავის თავზე აიღო სამეგრელო. მე მაშინ ხშირად მანამდე კიდე სანამ ზვიადი ჩამოვიდა და მე ხშირად დავდიოდი თბილისში. და მაშინ მახსოვს მე ვისაც კი ხვდებოდი, რომ ჩვენ უკვე გაგვანადგურეს პრინციპში, მიწასთან გაგვასწორეს, ვერაფერი ვერ შევძელი და თქვენ იცით რამენაირად მეგრელებო. ხო გახსოვთ ეს, ყველა ხო ამას ამბობდით მაშინ.
და სამეგრელო ესე იგი 280 ადამიანი ბაშკაცი შეეწირა მას ვინც ბრძოლობდა და იმის გარდა კიდე ხალხს რომელიც ქუჩაში ხოცავდნენ ცხოველებივით აი სახარისის ყოფილიყო სამონადირეობის გასართობი ცენტრის იმის გარდა კიდე ბევრი მამაძაღლობა იყო მაგრამ აი ამ სისტემამ ისეთნაირად გააკეთა რომ ეს მეგერლებიც კი გამოაკლიავეს იმ დონემდე რომ დღეს თუ ქელეში ან სადღაც გაჭირვების სუფრა არის და რომ წამოდგებიან და აი ის რა ქვია საქართველოსთვის თავდადებულებს დაღუპულების სახსენებელი იყოს და დიდებამან სახელებს და დაიწყებენ ესე იგი სამაჩაბლო და ამთავრებენ აფხაზეთით და სამეგრელოს არ ამბობენ მე სამეგრელოში ვინც დაეყუპა მაგას არ ამბობენ თქვენ წარმოიდგინეთ თავად მეგრელები თავიდან კი ვამბობდით მაგრამ მე ხო ეს ურემი ხო გადააბრუნეს ამათმა უყოღმა გამიგეთ და მე ისეთნაირად წაიყვანეს ესა რომ ეს საპატრიარქოს ხაზებიდან მოხდა ეს ყველაფერი საპატრიარქოს ხაზით ხდება რომ დაავიწყეს მეგრელებს დაავიწყეს თავად ის წული რაც და სისხლი რაც უნდა დაღვრილი საქართველოს ერთიანობისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის თქვენ წარმოიდგინეთ ეს გადაავიწყეს როდესაც სუბრაზე ვზივარ და როცა ამბობს ვიღაცა სხვა რო არის თამადა და მე რო ჩავეჩერები და ვეუნები კი მაგრამ კაცო შენ მეგრელი არ ახარ თქო ბიჭო შენ აი არ გახსოვს ეხა ახალგაზრდა ხარ რაღაცა მაგრამ შენი мама პაპა ბაბუა ბიძა მეზობელი ნათესავი ნუ თუ საწახვედით კაცო სადაიკარგეთ რა აი 6 წელიწადი ცოდვის კალო ქონდა სამეგრელოში მართალი ხარ რომ მე ზოგიერთი რო იმაზე ხურს რომ მოკრავს მე მართალი ხარ წარმოიდგინეთ ახლა რა დონემდე დააჩიავეს მეგრელის მენტალიტეტი ნუ კარგი მე ხა იმის თქმა მინდოდა უბრალოდ რომ სამეგრელოს არანაკლები კი არა ყველაზე დიდი წული მიუძღვის ყველაზე მეტი წული რა გინდა იმ საკითხში ახლა გინდა ვინმე შოვინიზმით გულზე გასკდეს თუ გინდა გადაფიჩინდეს ნაკლებად მაინტერესებს ვიდრე მე ფაქტებით გესაუბრებით თუ არ იცით მაშინ ჩაიძიეთ ისტორიაში დაწერილში დაუწერლი თუ გაინტერესებთ იმასაც გამოგიტანთ ეხლა დღეს მე ესე იგი მეგობარმა გუშინ მომწერა ერთმა და მორმა კიდე რო ის ბატონო დავითი სად არისო ის 10 თონის მთაზეო რომ მეგრულად ღეროდნენ და გალობდნენ უпроსორად კი ბატონო მე 2020-ში გამოუშვი ფილმი M2 და იქ მქონდა ჩადებული მაგრამ მანამდე მე ლექციებით ვამბობდი მაგის შემდეგ კიდე რამდენჯერ ვთქვი ვინ იცის ხო ეხლა რო დავბრუნდები სახლში კარგად 2 საათის საქმე მგონია ქალაქში და ამოვჭრი მას იმიტომ რომ დედანი ვანახე რუსულად როგორც ეწერა ის ეხლა გადაგითარგმნით მაგას ქართულად დავამონტაჟებ ისე რომ ბავშვებმაც ნახონ ახალგაზრდებმაც და ყველაფერს გაიგებს ამის თქმა მინდოდა ეხლა კარგით აბა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე